ოთხი ეთნოსი, ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები და ყარაჩაელები გადაასახლეს. მიზეზი მერე სახელდებოდა თითქოს რაღაც გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, ეს მიზეზი არ ყოფილა. მიზეზი იყო ის, რომ ფაქტიურად საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ იქ საბჭოთა ხელისუფლება ვერ დამყარდა. იქ იყო მუდმივი წინააღმდეგობა, იქ კოლმეურნეობები რო შეიქმნა, მაშინ კოლმეურნეობები იქ არ შეიქმნა, იყო მასობრივი წინააღმდეგობა. ვინც კი მაგალითად ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ვინც კი კავშირში შედიოდა, ვინც კი კომუნისტური პარტიის წევრი ხდებოდა, პურად კლავდნენ ეს ადამიანებს. საბჭოთა სახელმწიფო ორგანოები არ არსებობდა იქ, იმიტომ რომ იყო მასობრივი წინააღმდეგობა. ჩეჩნები მიჩვეული იყვნენ თავისუფალ თემებად ცხოვრებას. ამიტომ ის საბჭოთა ცხოვრების წესი, რაცა საბჭოთა ეკონომიკური ფორმირება, ესე კოლმეურნეობები არ მიიღეს. და აი პირველი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო მასობრივი დაუმორჩილებლობა. ფაქტიურად საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა იქ არ უმუშავია. ეს 20-იან წლებში იყო მასობრივი წინააღმდეგობა. ფაქტიურად ისე საბჭოთა კავშირმა დაინახა, რომ იქ საბჭოთა ხელისუფლება ვერ დამყარდა. ისინი რეალურად ამ საბჭოთა სისტემიდან გასულები იყვნენ. ამიტომ მათი გადასახლება სხვათა შორის ადრეც 30-იან წლებში იგეგმებოდა, მაგრამ 41 წელს, როდესაც ეს ომი დაიწყო, უკვე ამისთვის აღარ ეცალა არავის, იმიტომ რომ ამხელა ომი მიდიოდა და იმდენ საბჭოთა კავშირს მაშინ იმდენი რესურსი და იმდენი ძალა არ ჰქონდა, რომ ესე მოეხვედა ხელი და მთელი ერები უკვე 53 წელს, როდესაც გამარჯვების სასტური საბჭოთა კავშირისგან გადაიხარა და უკვე 53 წლის ბოლოს უკვე ეს ფრონტის ხაზმა უკვე საბჭოთა კავშირის საზღვარს მიაღწია და უკვე აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლა. აი მერე დადგა საკითხი, რომ ეს ხალხი დაესაჯეთ და ესეთ სამაგალითოდ დაესაჯეთ.